გონებისმიერი ლოცვა ერთის მხრივ საფუძველიც არის სულიერი ცხოვრების და გვირგვინის საფუძველი რატო რომ იესო ქრისტეს რწმენით იწყება სულიერი ცხოვრება. გვირგვინი, როდესაც შენში ქრისტეს ჭრეთ და ის გიცნობს შენ და შენ იცნობ მას. შუაში რა? შუაშია ყველაფერი ის, რასაც 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა გთავაზობს, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელს, როდესაც ადამიანს ეს გაცნობიერებული აქვს, მაშინ გონებისმიერი ლოცვა ეშმაკისათვის საშინელ იარაღად იქცევა. იესოს სახელი თითოეული ხსენება არის ცოცხლოვანი, ის არის გატყორცნი და გმირავ ეშმაკს გულის გულში. ისევ მოდის და ეს მოსვლა ხშირად ძალიან სწრაფად ხდება. მოდის შენს უნდა განგმირო, არ გაგმირავ და დაგეპატრონება. განგმირავ, მაგრამ ისევ მოდის, სუომია. სუბძოლაში ხარ. ადამიანი ამ დროს ხვდება გონებისმიერი ლოცვის ძალას, მნიშვნელობას და აუცილებლობას. ეს ბრძოლა არის ძალიან პრინციპული. ქრისტიანიერი მეომარი, სულ იბრძვის წინ ცეცხლოვანი ბრძოლით და ეს არის სიცოცხლე, ეს არის ბედნიერება, ეს არის ქრისტიანობა.